მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჩემი არხის გამომწერებს, იცით თქვენ რომ მე ჩემი განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება მაქვს ამ ადამიანების მიმართ რა კიღა, ისინი ძალიან დიდ ემოციურ სტიმულს მაძლევენ, რომ მოვიდე აი ასე ეკრანთან და გარკვეული ტიპის ინფორმაცია მოვიტანო თქვენამდე. ასევე რა თქმა უნდა იმ ადამიანებს გიხდით მადლობას, ვინც ისევ კულისებიდან აგრძელებთ ჩემს ყურებას, მაგრამ არ ვიცი, ალბათ ენერგეტიკულ დონეზე გარკვეული რეაქციებით ვგრძნობ ამასაც, რომ მადლიერები ხართ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც ლაიქი დასვათ, არც კომენტარი, შეიძლება ლაიქებსაც სვამთ კიდეც, იმიტომ რომ მე ლაიქების ავტორს ვერ ვხედავ. მაგრამ ამას არსებით იმ მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ ვარ, თავარია რომ ხართ და თავარია რომ გრძელდება ჩვენი ურთიერთობა. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, ორ ვარიანტზე გავაკეთებ გაშლას. მამაკაცებო და ქალბატონებო, მოიდგეთ თქვენს თავზე, ხო, მე პერიოდულად პატარ-პატარა ინფორმაციებს გაგიჟღერებთ ხოლმე, მაგრამ ნუ მაინც აქედან გავფრთხილებთ, ხო, გაშლა არის ასეთი. ვინ ხართ თქვენ, საბედისწერო ადამიანი თუ, აი ეს თუ ვინ ხართ, თვითონ ტარომ გვითხრას, ხო? პირველი, მეორე ვარიანტი, დავიწყოთ პირველი ვარიანტით. და აი ეს ულამაზესი დასტით მე ძალიან მომწონს. პირად კონსულტაციაზე მომხმარებელსაც ძალიან მოეწონა. და ვნახოთ, ვინ ბრძანდებით თქვენ საპირისპირო სქესისთვის. პირველ რიგში სიგნიფიკაცია, ხო, ვისთვის არის ეს გაშლა, ორი არკანი ერთად ამომყვადა იყოს, რა თქმა უნდა. ოხო, სამსჯავროს არკანი და ორიანი კვერთხები. ნუ ერთი მაღალი არკანით ამოდიხართ სიგნიფიკაციაში. მაპატიეთ უკაცრავად, ეს გავასწორო, ოდნავ მუსიკას ჩავუწევ, მელოდიას, უბრალოდ ამას ვრთავ ხოლმე, რომ ზედმეტი, ასე ვთქვათ, სხვა ტიპის ხმაური გადავფარო. და მოკლედ დავიწყოთ, აღარ გავაჯანჯლებ თქვენი სიგნიფიკაციით. სამსჯავროს არკანით, მეგობრებო, მაღალი არკანით დავიწყებ. ვინ ხართ თქვენ? ნახეთ როგორი მომენტია. ცვლილებების მიმართ საკმაოდ მდგრადი ბუნება და ხასიათი გაქვთ. ძალიან ხშირად შესაძლოა თქვენი ცხოვრება ან თქვენ თვითონ იდგეთ, ასე ვთქვათ, საჯვარედინებზე, ხო? სადაც აი მარცხნივ, მარჯვნივ, პირდაპირ წინ, როგორ რანაირად უნდა მოვიქცე, ხშირად აი ამ დილემების ფონზე შეიძლება გიწევდეთ არსებობა. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი თვითშეფასების მატარებლები უნდა იყოთ. ხო, სანამ სახასიათო შტრიხებზე გადავიდოდი, მე ზოგადად ვაჟღერებ ხოლმე, ნუ ცეცხლის ტიქია გასაგებია, თუმცა აუცილებელი არ არის და ასევე ნუ საქმიანობის სფეროებით შესაძლოა ვიღაცა იყოთ მუსიკასთან დაკავშირებული ადამიანები, მე შემოქმედებითი ადამიანები, ვიღაცა იყოთ მაშველი, ვიღაცა იყოთ სარეკლამო სფეროს წარმომადგენელი, ვიღაცა იყოთ სხვათა შორის სასულიერო პირიც არის ასეთებიც არ გაგიკვირდეთ უყურებენ. შეიძლება უბრალოდ იმისთვის რომ ვიღაცამ მე რეცენზია ან ანალიზი გააკეთოს, ან ხო ამაზე ხა არ ჩავეძიოთ, ეს ჩვენი საქმე არ არის. ვიღაცა ასევე შეიძლება საჰაერო სპეციალობებთან იყოს, აი პილოტი მაგალითად ვთქვათ, აი საფრენ აპარატებთან კავშირში რაღაც ესეთი როგორ ვთქვა, ჰაერი სადაც დომინირებს, ასევე ექიმი და ფსიქოლოგი, რაღაც არ ჩავახლა მეტყვით ვიღაცამ, არა, ნუ რაც არის და როგორც არის, მე ისე გიჟღერებთ. რაც შეეხება, ნახეთ, საკმაოდ აი როგორი ადამიანი ხართ, იცით, ტრანსფორმაციას რომ მარტივად ექვემდებარება. მარტივი ადამიანები კი არ ხართ, დააკვირდით რა ვთქვი, ტრანსფორმაციას რომ ექვემდებარებით მარტივად. აი კარდინალურ ნაბიჯებზე რომ არასდროს დაიხევთ უკან, მტკივნეული პროცესებიც რომ არ გაშინებთ და აი როგორ გითხრათ, ნებისმიერი რაღაცის ფასად მზად რომ ხართ, რომ ფინიშზე გახვიდეთ და ასე ვთქვათ, გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახოთ. ხო, ან თქვენ ყველა შემთხვევაში თქვენი პროექციიდან უყურებთ.
ვფიქრობთ რაღაცეებს და მარტო თქვენი პროექციიდან არა შეხედეთ აი აქ რომ ვდგავარ და აქედან ეს ასე მოჩანს ხო ვცდილობთ რომ აი აქაც დადგეთ და აქედანაც გახედოთ ამ რაკურსიდანაც შეხედოთ მიხვდით ხო აი ყველა პრიზმაში განიხილოთ სიტუაცია ძალიან კარგი თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი ხართ სხვა შორის ძალიან სანდო და ისეთი ადამიანები არიან ხოლმე როგორც წესი ამ არკანით რაც შეეხება ორიან კვერთხებს თქვენ იცით ალბათ ვინც მე ხშირად მიყურებთ რომ ეს არკანი ძალიან მიყვარს მიუხედავად იმისა რომ გაყოფილი ენერგიებია მიუხედავად იმისა რომ ნუ მაინც ორიანია ხო ეს არის შანსების ეს არის შესაძლებლობების სიმბოლო სხვათა შორის ორივე სიმბოლო ცეცხლით ამოხვედით და ამიტომ უფრო მგონია რომ შეიძლება ძალიან ბევრზე ცეცხლის ნიშანზე რეზონირდეს ეს პირველი ვარიანტი აქაც გადაწყვეტილებები და არჩევანი და გზაჯვარედინები ახლავს ამ სიტუაციას როგორც ამარკანით ისე ამარკანით არ შეიძლება მოგზაური იყოთ ვინმე შესაძლოა ისეთ სამსახურში იყოთ ანუ რომ ხშირად გიწევდეთ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე და ამავდროულად თვით შეფასებაშიც ასევე ვიტყოდი რომ არ გაქვთ პრობლემა აი ორივე არკანი რაღაცნაირად ერთ ხაზს აგრძელებს ახლა რაც შეეხება ეს გავიგეთ ვინ ხართ ვისთვის არის ეს გაშლა მაგრამ ახლა ვნახოთ თქვენ მაპატიეთ ჩემი ხმისთვის მეგობრებო იმედია ცოტა ხანში დავიბრუნებ ბოლომდე საკუთარ ტონებს აღვიდგენ ხმის იოგებს და მე უფრო სასიამოვნო იქნება მოსმენა და ახლა ვნახოთ ვინ ხართ საპირისპირო სქესისთვის საბედისწერო ადამიანი, ანუ საბედისწერო ქალი, საბედისწერო მამაკაცი თუ და ვნახოთ რას გვეტყვის და რომ ვინ ხართ. 1 2 და 3 ესეც წამოვიდა და იყოს მეოთხეც. ოხო, კვერთხების პაჟი, ჩამოკიდებული მამაკაცის არკანი ოღონდ აქ ყველაფერი ქალის სიმბოლოთია წარმოდგენილი, ალბათ შენიშნეთ კიდეც, პლუს ამას ქვემოთ თავისი რაღაც პატარ-პატარა მინიშნებები აქვს, გარდა კლასიკური გაგებისა, მათი განმარტების და გვაქვს შვიდიანი თასები და გვაქვს პენტაკლების დედოფალი. ტრანსფორმაციის ხაზ სიგნიფიკაციიდან გამომდინარე მაპატიეთ ცხვების შეხედულებებშიც ვაგრძელებთ. ანუ თქვენ როგორიც ხართ, რაღაც გარკვეულ პასაჟებს საპირისპირო სქესი ანალოგიურად ხედავს თქვენს პიროვნებასა და თქვენს ხასიათში. მოდით დავიწყოთ ერთი მაღალი არკანი. მაქვს ჩამოკიდებული მამაკაცის არკანი. ნუ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ქალია გამოსახული და ამით დავიწყოთ როგორ ხედავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. მამაკაცებმაც და ქალებმაც მოიგეთ ხო თქვენს თავზე. ნახეთ, შეიძლება ის ფიქრობს, რომ თქვენ ადამიანი ახლა ხართ ისეთ მდგომარეობაში, როცა ასე ვთქვათ, აი რაღაც გიშლით ხელს იმისთვის, რომ სწორად აღიქვათ მოცემულობები. ნახეთ, რას ვამბობ, აი თითქოს დაპაუზებული გაქვთ საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი ენერგიები. არ გამოვრიცხავ გარკვეულწილად უკმაყოფილების მომენტიც გქონდეს ადამიანს თქვენთან დაკავშირებით და არ გამოვრიცხავ ასევე რომ აიცით როგორი შეგრძნება გქონდეს რომ აი ბოლოს რა იქნება ხო აი ბოლოს ნეტა რა იქნება ბოლოს რა სადამდე მივალთ ხო ნახეთ კი, ჩიხში მყოფად აღიქვავთ ადამიანი, საკმაოდ რთული ხასიათების პიროვნებადაც. ასევე გხედავთ, რომ რაღაცა გარკვეული ტიპის კრიზისი გაქვთ არჩევანიდან გამომდინარე. ეს მაინც არის ასევე, აი, ასე ვთქვათ, ორ ცეცხლს შუა დგომის არკანი. მაგრამ ნახეთ მიუხედავად იმისა, რომ კი რაღაცა გარკვეული იძულება, გარკვეული უძლურება ჩანს ამ ყველაფერში, ხო?
ძალიან დიდი მზაობის რესურსს ხედავს ასევე თქვენში იმისთვის რომ აი ნახეთ საკუთარი თავის ხარჯზე სხვა არ დააზიანოთ. მიმხვდით ხო რა ვთქვი. მე რა გავაკეთო მომდის ესეთი ინფორმაცია რომ მე ახლა ვკითხულობ ისეთი ადამიანის აზრებს თქვენთან დაკავშირებით, ვისთვისაც თქვენ როგორც ქალი ან როგორც მამაკაცი ძალიან მნიშვნელოვანი ხართ პირად ურთიერთობებში და თქვენ ამ დროს ხართ დაოჯახებული. აი ეს არკანის გარკვეული იძულებებით, გარკვეული ჩიხებით და ასე შემდეგ მე მაძლევს იმის საშუალებას რომ გითხრათ თანაკ პენტაკლების დედოფალი მყავს ისეთი გრძნეული, მაგრამ თვითკმარი ჩამოყალიბებული ისეთი ადამიანი, რომელსაც ამ დროს შესაძლოა უკვე საკუთარი ასე ვთქვათ სამოძრაო სივრცე აქვს, სადაც ის უფროსია, სადაც ის დიასახლისია, დიდი სახლის პატარა დიასახლისია, თუ პატარა სახლის დიდი დიასახლისია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც თავისი უკვე შექმნილი აქვს, ხო? ეს არ არის პატარა ბავშვი, ეს არ არის პატარა გოგო, ამას საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული მზითები უდგას უკან. სწორედ ეს მაძლევს აქვე იმის მიზეს ასე ვთქვათ და საბაბს რომ ვთქვა რომ ის ადამიანი თქვენ მიუხედავთ აი ამ ყველაფრისა ხედავთ როგორ ადამიანად იცი რომელშიც ილუზიები ჭარბობს მარტო ოცნებები არა ილუზიები ჭარბობს და რატო გეტყვით ნახეთ 7-იანი თასებით მეგობრებო მიუხედავთ იმისა რომ აი ეს მთელი ბარიერები გაქვთ თქვენ თითქოს მაინც ჯიუტ ადამიანად აღგითქვამთ რა რომ აი შავით თეთრზე გიდევს რა შეიძლება ესეთი რაღაცაც თქვას რომ ნუ აი ხედავ შავით თეთრზე გიდევს შენი სიტუაცია და რისი იმედი გაქვს თქვათ ხო ან აი რატო მეუბნები ასე მე ხო ვხედავ რომ ეს ასია მაგრამ არა თქვენ მაინც რაღაცა ისეთი კუთხიდან ისეთი ასე ვთქვათ წახნაგიდან უყურებდეთ სიტუაციას რომ მერე ის ადამიანიც აი შეიძლება რაღაცა მომენტში ბრაზდებოდეს რომ კი მაგრამ რანაირად ხო აგერ აქ ჩაკეტილი ხარ აგერ აქ ეს ამბები გაქვს და შენ მაინც ოცნებობ, შენ მაინც გეგმავ, ხო, შენ მაინც ხელსაყრელ შემთხვევას ელოდები, შენ მაინც შესაძლებლობების გჯერა. აი ხომ გეუბნებით რაღაცა ისეთ მეოცნებე გოგოთაც ან მეოცნებე მამაკაცათაც ვერ ვიტყვი. აი უფრო ილუზიებში გადავარდნილ ადამიანად აღგითქვამთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებს რაღაცა დონეზე შეიძლება მისთვის გამახიზიანებელი იყოს. რაც შეეხება კვერთხების პაჟი, არ ვიცი, ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან ქარიზმატული და ძალიან ისეთი ადამიანი უნდა იყოთ ზოგადადაც და ამ ადამიანის თვალშიც თქვენი საპირისპირო სქესის წარმომადგენლის თვალშიც რაკიღა აი კვერთხები ძალიან ისე დომინირებს ხო ცეცხლის ენერგია ნახეთ როგორი მომენტია ბავშვურ ადამიანად აღიქვამთ აი ცელქი აქტიური ბავშვები რომ არიან ხო იცი რო ვერ გააგებინებ რომ შენ ეს არ შეგიძლია რას ქვია რომ არ ცნობენ სიტყვას არას და ვერს ხო აი ესეთი ტიპის ადამიანად აღიქვამთ ძალიან უშიშრად ძალიან გამბედავად და მიუხედავთ იმისა რომ აი ეს მთელი ასე ვთქვათ მართულ ხლართებია მის თქვენს გარშემო ხო ესე გხედავთ მაინც აქვს ის მომენტი რომ უდიდესი და უსაზღრო პოტენციალის ადამიანი ხართ და აი აქ თუ ხართ გარკვეული ტიპის გისოსები ან ასე ვთქვათ ბარიერებში სადაც ჩიხებში ხო მაინც ძალიან დიდ თავისუფალ სულს ხედავს თქვენში ეს ადამიანი საბედისწერო ქალად რა გითხრათ მაგრამ არც რიგით ქალად არ აღიქვამთ ნამდვილად არ აღიქვამთ არც რიგით ქალად სიკვდილის არკანი ხმლების პაჟი ცხრიანი კვერთხები ნუ ეს მე მომდის ეს ემოციები ჩემოკარგვა ადამიანებო რომ აქ მაინც რაღაც ოჯახის ფაქტორი ტრიალებს მზის არკანი და პენტაკლების აი ნახეთ პენტაკლების დედოფალი და პენტაკლების მეფე ანუ ერთსა და იმავე ასე ვთქვათ შინაარს მიმეორებს ხო სტაბილურობას გარკვეული ტიპის უკვე შექმნილ ასე ვთქვათ
საპატრონო გარემოსა და სიტუაციას თქვენი პატრონაჟის ქვეშ რომ არის და ისევ ტრანსფორმაციებს და სიკვდილის არკანი, მზის არკანით გასაგებია. გამარჯვება, აინახეთ როგორი მომენტია მეგობრებო. მზის წნული აქ შენარჩუნებული და ღია აქვს გოგონას, ხო? ანუ პორტალთან კიდე დაკავშირებული ხართ პენტაკლების დედოფალიც ერთგვარად გრძნეულებასთან ასოცირდება. შესაბამისად გრძნეულ ქალადაც ხედავთ, ვერ ვიტყვი რომ აი ხომ გეუბნებით, აი თხად საბედისწეროს ვერ ვიტყვი, მაგრამ რიგით ადამიანად არ აღიქვამთ რა. თქვათ აი მის ცხოვრებაში თუ იყო პირობითად ვამბობ ულტრირებულად რომ ვთქვათ 10 ქალი, ამ 10 ქალიდან პირველ სამეულში თქვენ ხართ რა. მე ხა ის დანარჩენები არ ვიცი, მაგრამ აი პირველ სამეულში ცალსახად ხართ. 4-იანი პენტაკლები. აი ხედავთ მაინც იმ ადამიანად, რომელიც ძველ სიტუაციას არ ფლობთ რა. არ მაპატიეთ, არ რთმობთ. და ეს ცოტა პატარ-პატარა აგრესიებს შესაძლოა იწვევდეს, კი ბატონო, და უმადურობას 4-იანი თასებით. კარგით, მადლობა პირველ ვარიანტს, მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც ვფიქრობ ძალიან ისე დეტალურად ავხსენი. გადავდით პირველი ვარიანტი და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ვისთვის არის გაშლა? შეყვარებულების არკანი, კი ბატონო, იყოს თავისით გადმოფრინდა. და 8-იანი პენტაკლები. კარგით, შეყვარებულების არკანით დავიწყოთ თქვენი სიგნიფიკაცია, რაკიღა თვითონ ინება არკანმა ინიციატივა. შეყვარებულების არკანით მეგობრებო, იცით თქვენ რომ ძალიან თელ რიგ დასტებში ყოველ შემთხვევაში ეს მაინც არჩევანს, მაინც მესამე ფაქტორებს მიუთითებს, ხო? ანუ ეს მესამე ფაქტორი შესაძლოა იყოს სამსახური, შესაძლოა იყოს ვიღაცა ადამიანი, შესაძლოა იყოს პირდაპირ მნიშვნელობით მესამე პირი, ხო, თქვენს ურთიერთობაში გარეული. მაგრამ დააკვირდით აი ამ დასტაში უკაცრავად. არ ვიცი, აი თუ ხედავთ უკან რამხელა ცეცხლია, ხო? და რამხელა ასე ვთქვათ ბურე ალიტრიალებს და ესეთი რომ იტყვიან, აი ნუ სასწაული ხდება. ანუ აქ რეალურად არჩევანზე ნაკლებად, არჩევანზე მეტად არის პირიქით ურთიერთგაგება, ნახეთ, აი კეთილი სულების შეხვედრა, მონათესავე სულების შეხვედრა, ნახეთ, ანუ აქ უფრო მეტად აქცენტი არის გადატანილი არა მესამე ფაქტორებზე, არამედ პირიქით, აი ზუსტად იმ ჰარმონიაზე, ზუსტად ურთიერთგაგებაზე, ზუსტად ერთნაირობაზე, მოდით ასე ვიტყოდი. ზუსტად ერთნაირობაზე. სხვათა შორის, აი აქაც ახლა თუ ხედავთ, აი kindred souls, ანუ მონათესავე სულები პირდაპირ უწერია თვითონ არკანსაც. სხვათა შორის, ყველას აქვს პატარ-პატარა ესეთი შეტყობინებასავით მინიშნება, თითოეული სიტყვით მიხვდე რა ენერგიისკენ გითითებს უფრო მეტად ეს დასტა. ახლა რაც შეეხება თქვენს ზოგად დახასიათებას, ნუ ჰაერისტიკია გასაგებია და შეიძლება ვიღაცებზე ეს ძალიან ისე გადათამაშდეს. ამავდროულად არ გამოვრიცხავ, რომ თქვენში იყოს მართლაც საბედისწერო საწყისები. ეს ზოგადად ახლა კი აქ ორი ქალბატონის სახეს ხედავ თქვენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამომეორდები ეს დასტა ძირითადად ქალებით არის წარმოდგენილი, მაპატიეთ, მაგრამ ზოგადად არის ადამის და ევას საწყისი, ხო? ორი ადამიანის შეხვედრის საწყისი. პროფესიებსაც რომ გავყვეთ, ხო? აი ძალიან როგორ გითხრათ, დიდი ენერგიების და რესურსების მატარებელი ადამიანი ხართ, რომლებიც შესაძლოა ძველ პროფესიებთან იყოთ დაკავშირებული, აი სიბრძნეებსაც ფლობდეთ, ისეთ სწავლებებს და ისეთ სიღრმეებს, რომლებიც აი დღეს კი არის ყველა ფეხის ნაბიჯზე, მაგრამ რეალურად ესეთი იშვიათად რომ შეიძლება მოიპოვებოდეს, აი ესეთი ტიპის ადამიანები შეიძლება იყოთ. აქვე ვიტყოდი რომ
საკმაოდ სანდო, საკმაოდ ფიზიკურად ისეთი მიმზიდველი, მეგობრული და ესეთი აი სულიერადაც და ფიზიკურადაც ჯანმრთელი ადამიანები უნდა მიყურებდეთ. ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც აი რო იყვნენ ერთი არ ვიცი სიამოვნებაა, როგორც საპირისპირო სქესის, ისე ზოგადად ადამიანებისთვის. რაც შეეხება მეორე არკანს, რვიანი პენტაკლებით. ადამიანი, რომელიც არ ვიცი, აი შეიძლება მართლა პირდაპირ მნიშვნელობით 24/7-ზე შრომობთ, ხო? ძალიან გიყვართ ზოგადად. გიყვართ რა, ახლა შრომაზე ვინ გიждდება, ხო? მაპატიეთ ვინ ირევა, რომ ახლა 24/7-ზე იმუშაოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ასე ვთქვათ, პატივს ცემთ თქვენ სამსახურს, თქვენს შრომას, ცდილობთ, რომ აი აქ რომ ხართ, ხვალ ორი საფეხურით თუ არა, ერთი საფეხურით მაინც წინ წახვიდეთ. სულ გეგმავთ, სულ შორს მჭვრეტელობით ხართ მოკლედ დაკავებული, სულ ცდილობთ რომ რაღაცებში გაიზარდოთ, რაღაცები გადაახალისოთ, ახალი პროფესიები შეიძინოთ, არსებული პროფესიები უფრო გაიმძლავროთ და კვალიფიკაციის კუთხით და საკმაოდ ჯანსაღი ამბიციების მქონე ადამიანები ხართ. ეს გასაგებია. მე მაგალითად უკვე გამომეხატა მეორე ვარიანტის კონტურები გარკვეულწილად, მაგრამ ვნახოთ რეალურად თვითონ ტარო რას გვეტყვის, როგორი ადამიანები ხართ თქვენ საპირისპირო სქესისთვის. კი ბატონო, ესენი თავისით გადმოცვიდა და იყოს, არ დავაბრუნოთ უკან, არ შევუშალოთ ხელი. მანახე ჰაერზე არ მithქვამს. ნამდვილად არ მithქვამს ჰაერზე, ჩემო კარგო ადამიანებო, უბრალოდ ჰაერზე არ მიფიქრია, თორემ მე ხმამაღლა თქვენთან ჯერჯერობით არაფერი გამიჟღერებია. კი იცით. მოდით ერთ არკანსაც დავამატებ. ერთი კი არა, ორი ამოვიდა და გასაგებია უკვე ჩემთვის ყველაფერი. გვაქვს ამ შემთხვევაში საბედისწერო ადამიანთან საქმე, მეგობრებო, ვინც მიყურებთ, მამაკაცები თუ ქალბატონები, არ აქვს მნიშვნელობა. დიახ, თქვენში საპირისპირო სქესი აუცილებლად ხედავს საბედისწერო ადამიანს. ადამიანი, რომელიც აი გარდა იმისა, რომ მართლა ცეცხლოვანი ხართ, თქვენი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე, თქვენი ვიზუალით, თქვენი ენერგეტიკით, ქარიზმა გაქვთ საოცარი, ასე ვთქვათ, აი ეთერულად იგრძნობა რომ ვიტყვით ხოლმე, ხო, ადამიანის აურა, აი ესეთი მომენტი გაქვთ. სავსე ემოციებით, ძალიან კეთილი, ძალიან აი კეთილის მსურველი სხვა ადამიანებისთვისაც. არ ხართ თქვენ ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, ცუცს უსურვებს ოდესმე ვინმეს, მაგრამ კოშკის არკანით და იეროფანტის არკანით ერთად მტრისას და ავს თქვენ თუ ვინმე რამე გაწყვეტინათ. არ იფიქროთ, რომ თქვენ რამესა გააკეთებთ. აი რომ იტყვია, აი ამ სანთელს არ აიღებთ და აქეთ არ გადმოდებთ. მაპატიეთ ამ სიტყვისთვის დაკიდების პროგრამა ფანტასტიკურად იმუშავებს ამ შემთხვევაში თქვენთვის. მაგრამ სამყარო და ასე ვთქვათ სიტუაცია ისე დაუბრუნებს ადამიანს უკან აი ამ თავის გაფუჭებულ საქმეს, რომ მტრისას და ავს. აი გეტყვით მე თქვენ როგორი ადამიანი ხართ, ნახეთ. ქალებზე გავამახვილებ ყურადღებას, მამაკაცებო თქვენ სიმის მინეთ არ არის პრობლემა, მაგრამ მე მაინც ჯერჯერობით ქალებზე ვამახვილებ ყურადღებას. ნახეთ მეგობრებო, სოჭერ დილას მქონდა ზუსტად ერთ-ერთ გოგონასთან ამაზე საუბარი. ქალმა ქალი ზოგადად რაკიღა პირდაპირ კავშირშია, ხო, თავისი არსებობით კოსმოსთან, მილიონი წლით წინ წავიდა, ასე ვთქვათ,
ტექნოლოგიები, ხო? წინ რა არ გამოიგონეს, რა არ შეიქმნა, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ხელოვნური საშვილოსნოები გააკეთეს, მაგრამ კაცი ჯერ შვილს ვერ აჩენს, ხო? ანუ რისი თქმა მინდა, ქალს აქვს ეს პირველ საწყისის ჯილდო. ჯილდოა თუ რა არის ეს ცალკე თემა, იმდენ რაღაცას ვიხდით მე ამის წილად, მაგრამ ნუ პირდაპირ კავშირზე მაინც ქალია ყველაფრის საწყისი, ხო? ამიტომ ქალბატონებო, ბუნების რჩეული შვილები ვართ და ბუნებისგან ბევრი რამე უნდა ისწავლოთ. ნახეთ, არც ერთი ყვავილი არ გარბის პეპლისკენ და ფუტკრისკენ და არ მიედევნება, რომ ჰარიქა ჩქარა, მოდით ჩემთან და ან ნექტარი აიღეთ, ან დამყონოსეთ, ან არა. თავარია ეს ყვავილი გაიფურჩქნოს, თავისით მოდის მილიონი მსურველი ამ ყვავილთან. ასე უნდა იყოს ნებისმიერი ქალი. ქალმა რესურსი იმაში კი არ უნდა ჩასდოს, როგორ ზდიოს ვიღაცას და ეხვეწოს დარჩი ჩემთან. ოღონდ შენ ჭირიმე შენ გენაცვალე. არა. ქალი თვითონ უნდა გაიფურჩქნოს, თვითონ უნდა გაყავდეს. თავის თავში უნდა ჩადოს ყველა ენერგია იმისთვის, რომ დიახ, თავისი ფეხით აი ესე მივიდნენ და სასწაული მარათონი გამართონ საიმისოდ, რომ როგორღაც რომელი დაასწრებს მის გულში ნექტრის ჩასობას, ხო? მიმიხვდით, რასაც ვამბობ. ახლა მამაკაცებმა მომისმინეთ, ძალიან გთხოვთ, ისე გულით და ყურადღებით. ბევრჯერ მსმენია, აუ შევაბი, აუ მაგის შებმას რა უნდა და უცებ შევაბი რამდენიმე დღეში უკაცრავად და უკვე ყველაფერი და მოვისრიალე. არა ბატონებო, ეგრე არ არის. თქვენ რომ შებმას ეძახით, ის შებმა არ არის. ქალი რომელიც მაპატიეთ და ერთხელ საწყალში ჩაიწვინეთ და ის ქალი თქვენსკენ საერთოდ აღარ წამოსულ არც გამოუხედავს და არანაირი რეაქციაც კი არ მიუცია თქვენი არსებობისთვის, ის თქვენ ვერ შეაბით. ის თქვენ უბრალოდ მაპატიეთ და ძალიან ცუდად გამოიყენეთ. გამოყენებაში რას გულისხმობ, ნახეთ, მე ბევრი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი ინფორმაციის მიღება მიწევს, ხო? მათ შორის მამაკაცებისგანაც და ერთი რამ იცოდეთ კიდე, ყველაზე დიდი შიში, ყველაზე დიდი უარი და ყველაზე დიდი პროტესტი არის ის, როცა ქალი არაფერს არ ამბობს. ოღონდ ეს მამაკაცმა უნდა იგრძნოს, მამაკაცი თუ ვერ გრძნობს, ნუ ახლა დაბალ ვიბრაციულ მამაკაცს ვერც მოსთხოვ, რომ ახლა რაღაცა შენ რეცეპტორების და იმის რა ქვია ფლუიდების დონეზე მიხვდი ქალი იმწუთას რატოა შენთან, ხო? შეიძლება იმიტომ იყოს, რომ თქვენი იმ სიტუაციაში ზუსტად დაინახოს თქვენში მანიაკალური წარმომავლობები. მე თქვენ ჩემს მაყურებლებს არ გაყენებ შეურაცხყოფას, მამაკაცებზე ვსაუბრობ ზოგადად, თორე მადლობა ღმერთს, კანტიკუნტად მოდიან ჩემთან ბიჭები, მაგრამ ვინც მოდიან, ყველა საუკეთესო ენერგიების და ვიბრაციების მატარებელი იყო, ძალიან მიხარია. მაგრამ შეიძლება დაინახა პოტენციური მოძალადე და ზედმეტ სკანდალს აარიდა თავი და იფიქრა, რომ მოდი რაც არის და ამის მერე სულ კარგად იყოს, ოღონდაც ეს ზედმეტი გართულებები არ გამოვიწვიო. შებმული ქალი მაშინ ყავთ, მაპატიეთ ამ სიტყვებზე, როცა ცოტა სხვა პროცესები მიდის. ერთჯერად ქალსაც ყოველს მოუწოდებთ მეგობრებო, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ხართ იმ ქალებისთვის ერთჯერადი მამაკაცები, სწორად გამიგეთ, რასაც ვამბობ, ხო? თქვენ კი ბატონო, თქვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად რაც გნებავთ, ისი ფიქრეთ, მაგრამ მენდეთ, რომ ასეთებიც ძალიან მრავლად ხდება. უბრალოდ ქალს არაფერი აღარ აკავშირებს თქვენთან და ნუ რაც მოხდა, შეიძლება ის კონკრეტულად ერთი შემთხვევა იყო, მარტო ის ერთჯერად და ამ ქალის ცხოვრებაში მეტი არც ყოფილიყო, ასევე როგორც მამაკაცის ცხოვრებაში, ხო? ასევე როგორც მამაკაცის ცხოვრებაში. და მამაკაცებო, ერთს გეტყვით კიდევ, ყოველთვის უფრთხილით ქალს, დაოჯახებულ ქალს, რომელიც სიყვარულს გეფიცებათ და ოჯახს არ ანგრევს, ანალოგიურად როგორც ქალებს ვაფრთხილებ ხოლმე. არ გინდათ. ნახეთ, თუ დაოჯახებული ქალი გეუბნებათ, რომ შენთან მე არაფერი სერიოზული არ მჭირდება, მინდა მარტო ინტიმური ურთიერთობა, იმიტომ რომ არ ვიცი შესაძლოა სახში საერთოდ იმპოტენტი მეუღლე ყავდეს, უამრავი кейსი მაქვს მე პირადად ასეთი. ან უბრალოდ ყველაფერი გაციებული და დასრულებული იყოს. და პირდაპირ და გულწრფელად გეუბნებათ ეს ქალი, კი ბატონო, მაგრამ ქალი რომელიც აი ესე გიხვევთ ხელზე, არც მოდის და არც იქ, როგორც მამაკაცები,
ესეთი კაციც და ქალიც უნდა მოიცილოთ, ესეთი ტოქსიკური ურთიერთობებიდან უნდა განთავისუფლდეთ. ახლა რაც შეეხება აი ამას, აქ ცალსახად საბედისწერო ადამიანი მიყურებთ, მამაკაციც და ქალიც არა აქვს მნიშვნელობა, აი კოშკის არკანით. იმდენად რისკის შემცველი ადამიანი ხართ. აი წარმოიდგინეთ თავზე რომ ყველაფერი გენგრეოდეთ, აქ ხედავთ ვარდისფერ ესეთ ციალებს, ხედავთ ხო? ნახეთ? და უკან დააკვირდით ძალიან მყარად დგა კოშკის არკანი. საერთოდაც არაფერი არ ხდება. რევოლუცია უწერია ქვემოთ. ანუ ნახეთ, შეიძლება სულ არაფერი ჩამოინგრას, მაგრამ ევოლუციის გარეშე ისეთი რევოლუცია დამართოთ თქვენ საპირისპირო ადამიანს, რომ აი გონზე მოსვლაც ვერ მოასწროს. იეროფანტის არკანი კიდევ, იცით თქვენ, ეს არის, არ ვიცი, ჩვენთვის ერთ-ერთი უძლიერესი, ძალიან მაღალი არკანია, ხო? ესეც ორ საწყის აერთიანებს, ასე ვთქვათ, ესეც შავ და თეთრ, ენერგიებს მეტნაკლებად მოიცავს და მოიაზრებს, უფრო მეტიც, ორზე მეტს, სამ ცოდნას, ხო, მიწის ქვეშეც მიწიერს და ზეციურს, ეს ამ არკანს ეს მომენტი აქვს, რომ იცოდეთ. და აი როგორ გითხრათ რა, ყველა მიმართულებიდან გრძნეული ადამიანი ხართ, მამაკაც იქნებით თუ ქალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აი თქვენიდან ისეთ ენერგიებს იღებენ ადამიანები, თქვენთან ისეთ ცხოვრებისეულ შინაარსს და ფილოსოფიას აღმოაჩენენ, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით არავის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ფილოსოფიაზე წარმოდგენა არ გქონდეთ, მაგრამ შინაგანად იყოთ აი ესეთი ადამიანები, რომ აი რა ვიცი, რაღაცა ამის იქით რომ მილიონი რომ შეხვდეთ, ესეთი ვეღარ იქნება. აი ესეთი სიტუაცია და ესეთი აღტაცება და ესეთი აღმაფრენა და ესეთი ემოცია მეორე რომ არ განმეორდება. მეორეს ნამდვილად მეორე ვარიანტს მიყურებთ საბედისწერო ადამიანები. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, სულ ეს იყო. ვეცდები დამიწერეთ კომენტარებში რა თემა უფრო გაინტერესებთ და მეც იმ თემას, ასე ვთქვათ, უფრო მეტ